პირველი ქართული ჟურნალი კინემატოგრაფიაზე მკითხველისთვის ხელმისაწვდომი დღეიდან გახდება. ფილმ პრინტი კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია და თანამედროვე კინოპროცესების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. ფილმ პრინტი ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოიცემა და იგი როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ კინომცოდნეებზე იქნება გათვლილი. ყოველ ახალ გამოცემაზე განსხვავებული სარედაქციო ჯგუფი იმუშავებს წელიწადში ერთხელ კი ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოიცემა. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. კინოინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება და ანალიზი, რეცენზიები, გასართობი სტატიები, ინტერვიუები ცნობილ კინოხელოვანებთან. ჟურნალი ფილმ პრინტი ქართულ მკითხველს უამრავ საინტერესო ინფორმაციას თავაზობს. მიზანი არის ის, ბუნებრივია, რომ კინოს მოყვარულებს ჰქონდეთ ახალი ინფორმაცია თუ რა ხდება კინოსამყაროში, მსოფლიოში, ერთი მხრივ და მეორე მხრივ საქართველოში. ასევე გააცნობს კინოს ისტორია, საინტერესო ფაქტები ისტორიიდან, ინოვაციები ტექნიკური, იყოს გასართობი სეგმენტი, შიგნით იყოს ინტერვიუები ცნობილ კინოხელოვანებთან, როგორც ქართველებთან, ასევე დანარჩენი მსოფლიოდან. ყოველი გამოცემა იქნება მრავალფეროვანი და რაც თავარია მკითხველში გამოიწვევს დებატებს და გვაქვს იმის იმედი, რომ როგორც მრავალი წლის წინ Screen International-მა დაიმკვიდრა მსოფლიო მასშტაბით თავისი ადგილი და არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროფესიული პრესა, საქართველოს სივრცეში ფილმ პრინტი იქნება საინტერესო წასაკითხი პროფესიონალური ჟურნალი. ასე გამოიყურება პირველი ქართული ჟურნალი კინემატოგრაფზე, რომელიც 3 თვეში ერთხელ გამოვა და როგორც პროფესიონალი კინომცოდნეების, ისე მოყვარულების გემოვნებას დააკმაყოფილებს. ფილმ პრინტის ყოველ ახალ გამოცემაზე განსხვავებული სარედაქციო ჯგუფი იმუშავებს, თუმცა კონცეფცია და თემები უცვლელი დარჩება. ნებისმიერ გამოცემას, როდესაც ყავს ერთი რედაქტორი, მაინც ყველაფერი ტრიალებს მის გარშემო და მისი იდეების თუ მისი იდეოლოგიის გარშემო. როდესაც იდეოლოგიების სხვადასხვა ბუნებრივია, რომ პროცესიც უფრო საინტერესოდ აისახება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ მთლიანად პროცესის წარმოჩენა, არა მხოლოდ განცალკევებით რაიმე ფილმების ანალიზი, არამედ თავად ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების სწორი შეფასება, გაშუქება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრაქტიკოსებსაც მიეღოთ მონაწილეობა და მათაც გამოექვეყნებინათ თავიანთი წერილები და გარკვეულწილად შეგვექმნა ის სურათი ჩვენი აზრით, რაც დღეს არის ქართულ კინოში. ფილმ პრინტის მთავარი მიზანია მკითხველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა ხდება როგორც ქართულ, ისე მსოფლიო კინოში. კრიტიკოსებს, რეჟისორებს, სცენარისტებს შესაძლებლობა ექნებათ გამოაქვეყნონ სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები და რეცენზიები. თანამშრომლობის პროცესიც ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ერთიანი ჩართულობა იგრძნობოდა რედაქტორებისა, ავტორებისა, ჩვენ ერთმანეთს უზიარებდით აზრებს იმაზე, თუ რა სტატიები მზადდება, ვინ რაზე წერს, რა მიმართულებებზე ღირს ყურადღების გამახვილება. წელიწადში ერთხელ ფილმ პრინტი ინგლისურ ენაზეც გამოვა. Best of Film Print ნაკრები იქნება იმ პუბლიკაციებისა, რომლებმაც წლის განმავლობაში მკითხველში ყველაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია.